ეკვატორზე წვიმების სეზონი ცივსისხლიანებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. ძლიერი სიცხე იდეალურია კაიმანის მსგავსი რეპტილიებისთვის. თბილ სისხლიანებისგან განსხვავებით, მას სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად დიდი ენერგიის დახარჯვა არ სჭირდება. ამ სითბოს გარემოდან იღებს. კაიმანი ამაზონის ყველაზე დიდი მტაცებელია და სიგრძეში 6 მეტრამდე იზრდება. ჭარბიტენიანობის წყალობით ამფიბიებს ხმელეთზე არსებობა შეუძლიათ. მათ ტენიან კანს გამოშრობის საფრთხე არ ემუქრება. მაგრამ წყლიდან ამოსვლისთანავე დაუცველები ხდებიან, რადგან ხმელეთზე ბევრი მტაცებელია. გაიცანით გველგესლა. დასავლეთ ნახევარსფეროს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი შხამიანი გველი. მდედრი კამუფლაჟსა და მოთმინებას მიმართავს. შეუძლია საჭმლის მოლოდინში კვირების განმავლობაში გაუნձრევლად იწვეს. ბოლოს ნელ-ნელა იწყებს მოძრაობას. მის სახეზე ღრმულები სხეულის ტემპერატურაზე მიანიშნებს. გველგესლას კბენის შემთხვევაში ადამიანს გადარჩენის 50%-იანი შანსი აქვს. ამ ღრნელს კი არანაირი. მსხვერპლის ჩაყლაპვას თავით იწყებს. შემდეგ საყლაპავ მილში გადააქვს. ნაწილ-ნაწილ, ლუკმა-ლუკმა. მონელების შემდეგ მნიშვნელოვანი ლოკაციისაკენ გასრიალდება. ტროპიკული ტყის დეტალური რუკა თავში აქვს. ზუსტად იცის სად მინდის. ჯავშნოს ნისებრის მიტოვებულ ბუნაგში. აქ ხორცის საჭმელად არ მოსულა. უნდა დაბინავდეს. 12-ოდე კვერცხს დადებს. მათ 2 თვე-ნახევარი უდარაჯებს. საჭმელადაც კი არ გავა. კვერცხის ნაჭუჭი რბილია და რეზინს მოგვაგონებს. მათი გატეხვა სპეციალური კვერცხის კბილით შეიძლება, რომელიც კვერცხის შიგნით მყოფ პატარებს აქვთ. გამოჩეკვისთანავე დედა პატარებს მარტო ტოვებს, რომ დამოუკიდებლობას მიეჩვიონ.